საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებ თანამემამულეთ. სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა. ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა. გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამე თუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი. ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენ სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, წუხარებასა და ტკივილს. მართლაც რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი, როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენ ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს. მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი, თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან თითქმის მისგან განდგომილნი. ჩვენ უფლით განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ. გასაოცარია ყველაფერი, რა ჩვენს პირველ მშობლებამდე შეიქმნა. უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები. ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული. მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს და ძალუც შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამ ქვეყნადაც და მარადისობაშიც. მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოვებული არსება, მოწოდებული შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას. ღმერთმა იგი იმიტომ დაბადა, რომ თავის მარადილ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და ღმერთს მიმსგავსებულს სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი. ჩვენს პირველ მშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებოდა საღვთო ბუნების თვისებებს, სათნოებებსა და ხარობდა ამით. როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალა მოატყუა ისინი, როცა უთხრა, შემოქმედი იმიტომ გიგრძალავთ ხეცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებ ღმერთი არ გახდეთო. სინამდვილეში კი ჩვენი განმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო. მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი ჯერ სულიერად მოუმწიფებელნი შეეცადნენ გატოლებოდნენ მას, ვინც დაბადა ისინი
და ყველაფერი უშურველად მისცა. თანაც ამის მიღწევა მათ ღმრთისაგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა. ცოდვა მაამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რაცაც თავისთავად მოყვა შესაბამისი შედეგი. სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი, ნეტარების ნაცვლად ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად უძლურება და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღმრთო ხელმწიფებაც. მათი მორჩილის სტიქიონებით და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ. ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა მემ დაიკავა. ამ პარტავნება და ეგოიზმი არის უფლისაგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველ მშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა. ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა. ბოროტი ძალისაგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა მე განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი ან უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული. ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარმართოთ. ამასთან ჩვენი მოწოდებაა ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისათვის მოვიდა ამ ქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი. ამიტომაც სხვა მცნებებთან ერთად უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა. შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავითვისი და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისგან ასეთი სახით მოგვეცა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას. მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეციურ მოქალაქეობას. მე ვარ კარი, ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს, გვასწავლის იესო ქრისტე. დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება
დააღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს. ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ზრწის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს. ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძნობენ, რადგან არ სწამთ ამ ქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების. დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე საოცარი თამდაბლობითა და უბრალოებით და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფის ცხონებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც ადამიდან მოყოლებული გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამამთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან ყოფობისთვის მოწოდებულნი. უფალსელო და სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით ცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყველა ადამიანი. იგი იყო მოლოდება წარმართაც. წარმართა შორის ღრმად მოაზროვნენ, იგრძნობდნენ სულიერ შიმშილს. მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხსული გადმოცემების სხვადასხვა ღმერთზე, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცი არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშანს სვეტად იქცა. ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი. უჟამო იგი ჟამიერი იქნა, უხორცო ხორციელი, უკვდავი მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისთვის ეთქვა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი, ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ მონაწილეობა მივიღო შენს ფერიცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს 64 კანონები, ცნებები ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღწოცოთ იგი. ამით განვაქაროთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვიკვირდებოდეთ ჩვენ სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემშობილი მაცხოვრის მიერი დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებული საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ. ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია. ჩვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფეო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი,
რათა გამოაცხადოთ მითი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავის საკვირველი ნათლისკენ გიხმობთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა შეგვინდო შეცოდებანი ჩვენი და შეგვაძლებინოს პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენ სერზე, თითოეულ ჩვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე განცხადდეს. კურთხეულია უფლისშობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიად განცდელი თქვენი გული. კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთა დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა, დიდება, მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა დაემოიცვას და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო. უცხოეთში მყოფი თანა მემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად გავემართოთ ბეთლემისკენ, ანთებული სანთლებით მივიახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ. ღმერთი ჩემი ხარ შენ და აგღამაღლო შენ. ღმერთი ჩემი ხარ შენ და აგღიარო შენ. აგღიარო შენ რამე თუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემ და მაცხოვარ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თბილისი, შობა ქრისტესი 2024-2025 წლები.